ჩაწოდება საჯარიმოში 2-0 ხდება ანგარიში ალეკო ბასილაძე ტორპედოს აკადემიის აღში აბსურდზე დარტყმა შეიძლება და პასი მამუჩაშვილი ბასილაძის გადაცემა კოხრეიძე პასი ბასილაძეს დარტყმა ბასილაძე დაიბლოკა მეორე დარტყმა და რალამაზი გოლი ბრაზილიელი მცველი ბული მესამე სეზონია რაც თამაშობს ტუნგოში ჩვენ კი ვნახეთ ჩაშვილი ჯორჯინიოს კარგი პასი საჯარიმოში და ბასილაძე ხდება გამარჯვების მინიმუმ მეორე გოლის და გვინ იქნება ფუძე პირველი ქუთაისელი ფეხბურთელები კიდევ ერთი კარგი შეტევა არა ჩაუსრო პირეს დარწმელია მაგრამ აქ პასი შეიძლება შემდეგ დარტყმა და 3-1 პირესი გრძელდება ქუთაისელთა შეტევა პირესი ას მოიმოქმედებს ბასილაძე ხავს ფლანგზე ბასილაძეც რომ მოძრაობაც არ ქონია ჩააწოდა დარტყმა 1-0 საჯარიმოში დარტყმა გარის მიმართულები და გაის ბისმირის მოთხოვება შეუძლია მოსაშვილია მის პირისპირ ჩაწოდება მარჯვენა ფეხით ბასილაძე დარტყმა ანდრიჩი და გაიხსნა ანგარიში მაიხმო კარგი ხუდუშაური გაიძრა ხუდუშაური ბასის გააკეთა პირესი გატარება ბასილაძე დარტყმა გარის მიმართულები და არა ჩაწოდება და მეორე ბასილაძე ჯორჯინიოც ეხმარება ჩაწოდება საჯარიმოში ისე ქუთაისის ტორპედოს მატეოვის ტრაქის კარგი პასი ბასილაძე მიიღო ბურთი სულ მოძრაობა კარგი იყო ბასილაძის ნახოთ რა მოხდა ჩაწოდება დარტყმა და კერეს გადაცემის გარდა ის თულად ითხოვს ბურთს აკმოზო შესაპოზიციურად ბასილაძე გასვენებულია ზონლიაზე გადმოვა მასე პასი დაბალი იონსენზე დარტყმა გარის მიმართულებით ის მხოლოდ ტორპედოს თამაშში. სულ ლეგიონერები ჭარბობენ და რასაც მივეჩვით პრინციპში ბოლო წლების განმავლობაში ბასილაძის პირველი გააქტიურება მარცხენა ფლანგი და ფაღავა პარტია ჩამოიშორა მეიტეს. Young fan. ევროპის შორის დაპირისპირებაში ბოლო წუთებში თუნდაც ჩარჩანთელ შეხვედრებში ბევრჯერ გადაწყდა. ბები აქ ჩაწოდება და წონასწორობის აღსადგენად ბასილაძე აწვის ბურთს საჯარიმოში ცეცხლზე ფლანგზე გადაცემა მარცხნიდან უდევს ახლა ტორპედო ჩაწოდება საჯარიმოში ბიონი ოსერკი გაიხსნა იმნაძე თუმცა ეს ეპიზოდი ვნახოთ ბასილაძე შევისი გვიზინაშვილი დარტყმა შუშტერმა უკმაცხლება განახორციელა კიდევ იქნება ცვლილებები როგორც ერთი ისე მეორე გუნდის შემადგენლობაში მასპინძელთა რიგებში პრინციპში ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს გუნდმა სწრაფი გოლი გაიტანა და პერიოდულად კვლავ ეძლევა შანსს სჭირდება ახლა იმერლუგუნს წონასწორობის აღსადგენად ბასილაძე აწვის ბურთს საჯარიმოში ცეცხლზე მანამდე ქუთაისელმა ფეხბურთელებმა კარგი გადაცემა შეიძლება გადანა ამ ეპიზოდში დარტყმა და ხარიხამ კარგი პასი კოხრეიძეზე საჯარიმოშია კოხრეიძე სულ მოძრაობები გააკეთა ბასილაძე დარტყმა და წარიელი გარიდან გამოიტანა ბურთი ან კლაშა კვარაცხელი აი შემოსვლაც ასეთი უნდა წაიწაკ მაგრამ კვარაცხელია
მიიღო ბურთი. კარგი მოძრაობა, ჩაწოდება, ხელებში გადაბურთის ჩაბრუნება. ბასილაძე მიიღო ბურთი. კარგი მოძრაობა. და ჯარი. გაცლის ჩამოვიდა დინამოს საფრანგეთში პირესი მაინც კარგია გააკეთა გადაცემა რა კარგი დარტყმა იყო ნიუსენი კუფუნება მაინც ჩვენი ჩემპიონატისთვის ჩაწოდება საჯარიმოში ბასილაძე რა ცოტა და ორპედოდა წინაურდებოდა შანსი კიდევ აქვს და ის უბრალოდ დარტყმა გარის მიმართულებით და რა შვილი ისე გავიცანით მაგრამ იანობაში ისეთ ფეხბურთელია შეტევაში დაცვაში სააქტიურად შეუძლია თამაში და დღესაც ორივე ამ ფუნქციით იყო დატვირთული ალეკო ბასილაძე რა კარგია რამდენია რა თორესტორება როგორ შეიძლება დარჩი შეიძლება ჩაწოდება უკვე საჯარიმოში იონსენი უცნაურ პოზიციაში იყო უკვე რაღაც კაი პერიოდი ახლა დაბრუნდა საჯარიმოში თავით ითამაშა მეკარე სხვადასხვა ქალაქებში ეხლაც არ არის არანაირი პრობლემა და ამისათვის იგივე ახლა კლუბები იქნება თუ თვითონ ფან კლუბები ამისათვის უთაისელები პირველი გადასვლა მათი ანდროს შეხვედრაში მეტოქის ნახევარზე ჩაწოდება საჯარიმოში და ტყაკარის მიმართულებით და ფაცაციას გადაცემა ალეკო ბასილაძე მიიღებს ბურთს. ვასალია მის წინააღმდეგ. ბასილაძის ჩაწოდება ბიორნიონსენი და შეგვიძლია დავამატოთ ამ ყველაფერს. ისევ ქუთაისელები მარცხენა ფრთიდან ამჯერად ჩაწოდება იონსენი ვერ მიჭდა. შეტევა შემადგენლობის ფეხბურთელი დაეხმარება გუნდს მინიმუმ მალბიუსთან შეხვედრაში. როდესაც ასისტენტობას გაუწევენ კახაბერი და დავით გოგოხია, მეოთხე არბიტრი სანდრო ნონიკაშვილი იქნება, ხოლო ვარის ოთახში ერთდროულად Young fan. ჯარჩად ქუთაისელებს. კარგად თამაშის თელაველებმა შემდგომ. გიგაურის გადაცემა, ჩაიჭრა ეს პასი ცეცხლაძე, ხისტი თამაში ბასილაძის, ჯარიმა არ იყო. მიეცათ შუსტერს თამაშობის საშუალება პრესეზონზე და ამაც იქონია გავნა ალეკო ბასილაძე პასი პლანზე გავიდა გადაცემა. გოგნაძე ბასილაძე ეთამაშება, ძალიან კარგი იყო ალეკო ბასილაძე ამ მომენტში.